ვასილ გოგიშვილი, ქალაქ გორიდან. ბავშვობიდანვე მომწონდა ფრინველები. ეს სიყვარული ბებომ ჩამინერგა. ალბათ 5-6 წლის ასაკში უკვე კრუხებს ვსვავდი და პატარა წიწილებს ვაჩეკინებდი. მერე ასაკთან ერთად გამიჩნდა სურვილი მყოლოდა სხვადასხვა სახეობის ხოხბები. მქონდა ასე ვთქვათ კოლექცია ბევრი სახეობების. შემდეგ უფრო გადავედი ისეთ სახეობის ხოხბებზე, რომელიც უფრო იშვიათია და რომელიც უფრო რთულად გასამრავლებელია. მყავს ამ ეტაპზე რამოდენიმე ასეთი სახეობა, რომელიც საქართველოში მე როგორც ვიცი არავის არ ყავს. ბუნებაში თითქმის უკვე აღარ არსებობენ და კერძო მომშენებლებს ყავთ ასე თუ ისე ევროპაში. სილამაზით არ ედება არც ერთ ხოხობს ფასი, სიიშვიათი არის მათი, იმიტომ რომ ძალიან ცოტა რაოდენობით კვერცხს ხსდებენ. წლიურად ზოგი 4, ზოგი 5, მაქსიმუმ 6-7 კვერცხი დადოს, მეტი არა. აი მათი ცხოვრება რეალურად საინტერესო და რიტუალები აქვთ რა, საინტერესო, როცა დედალს აწონებენ თავს, მაგ დროს უფრო ლამაზები არიან. ტელეფონით რო ჩაუждები ხოლმე შეიძლება 4-5 დღე დამჭირდეს, რომ რაღაც მომენტი დავიჭირო. რეალურად რა სილამაზესაც ქონიან ეს ხოხბები. მყავს კიდევ ვიხვები, ზაფხულის პერიოდში დედალ-მამალს ვერ გაარჩევ ერთმანეთისგან. შეფერილობას იღებენ სადღაც სექტემბრის თვიდან იწყებენ, გააჩნია სხვადასხვა სახეობა, სხვადასხვა პერიოდები აქვს. სექტემბრიდან რომ მიიღებენ, შეფერილობა აქვთ მაისი-ივნისის თვემდე. მერე კარგავენ ამ ფერებს. ანუ ფერებს იღებენ იმის გამო, რომ დედალს თავი მოაწონონ და ზაფხულში ესეთები იმიტომ ხდებიან გარეულ პირობებში, მტაცებლისგან რომ მკვეთრი ფერები არ ქონდეთ, რომ თავი დაიცვან, ასე ვთქვათ. ყველაფერი ძირითადად უფრო პრაქტიკიდან გამომდინარეობს, პრაქტიკით ვისწავლე, ანუ ერთხელ რაღაც შეცდომას დავუშვებ, მეორეთი უკვე იცი რა როგორ გააკეთო და ამ ეტაპზე უკვე ისეთ ცოდნაზე ვარ მისული, რომ აღარ მეჭირს, ასე ვთქვათ. ყველა სახეობა ვიცი, რომელმა როგორ უნდა იაროს, როგორ უნდა გაიაროს, აი თავის მოქმედება როგორ უნდა კონდეს. ყველაფერ მოძრაობას ვაკვირდები, მოკლედ და შესწავლილი მაქვს და რო შევხედავ, რომ სხვანაირად აკეთებს რაღაცას, უკვე ვიცი, რომ მას რაღაცა უჭირს. ერთი ხოხობი თუ მოიყვანე და დაიწყე ეს საქმე, აზარტული თამაშივით არის მართლა და ისეთი შეყოლა იცის, რომ ვერ გაჩერდები, გამორიცხულია. სულ რაღაც სიახლე გინდა, სულ რაღაც სიახლეს ეძებ, რა სახეობაც არ გყავს, იმას დაეძებ ინტერნეტში, რომ სადღაც წააწყდე, იყიდო, მოიყვანო და მას უყურო მერე რა. გამორიცხულია, ამით გაჩერდები.